ახმეტაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ორივე მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. მოტოციკლის მფლობელის გამოყვანას ავარიის მონაკვეთიდან დამატებითი ძალის მოპირისება დასჭირდა. ხაზარაძე ჯაფარიძის შეწყალებას იგივე ბრალდებით საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია ეხმაურება. გამოსავალი ლელოს ჯერ კიდევ აქვს თან საკუთარ ხელში. არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას გულისხმობს ხადია. არ დავმალავ სწორედ ამის იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და პატრისგან, წერს გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ციხიდან გამოსული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამბობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით, თქვა ბადრი ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ. თბილისში რუსთაველის გამზირზე კავშირგამბულობის სამინისტროს ყოფილ შენობაში ჯორჯიანი არვეისის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და კაზინოს მოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა გასულ წელს გასცა. ახალი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება $80 მილიონ-მდეა.